რისკი და ადრენალინი, ელექტრონული მუსიკის განუსაზღვრელი რაოდენობა. Red Bull-ი პოპულარიზაციას უწევს ყველაფერს, რაც გართობასა და ექსტრიმს უკავშირდება. 1987 წლიდან, თავისი დაარსების დღიდან ის მსოფლიო მასშტაბის გრანდიოზულ ფესტივალებს აწყობს. საქართველო, სტეფან წმინდა. Red Bull-ი სწორედ აქ უკვე მეორედ ატარებს ესტაფეტურ შეჯიბრს ნამდვილი ექსტრემალებისთვის. შეჯიბრში ქართველებთან ერთად უცხოელებიც მონაწილეობენ. Სულ 20 გუნდია და თითოეული გუნდი 4 ადამიანისგან შედგება. ესტაფეტური შეჯიბრის წესების თანახმად პირველი დისციპლინა, რომელშიც ექსტრემალები იასპარეზებენ, კაიაკია. საქართველოში საწვალოსნო გეოგრაფია ძალიან მდიდარი არის და შესაძლებელია, რომ საქართველო გახდეს გარკვეულწილად ის ადგილი, რომელსაც უცხოელი კაიაკერები, რომლებიც ძალიან მრავლად არიან მსოფლიოში წარმოდგენილები, ძალიან დიდი რაოდენობით ეწვევიან, ასე რომ ასეთი ტიპის ტურნირი ძალიან სასარგებლო არის და ჩვენს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს სახეობა განავითაროთ აქტიურად და ვიყოთ ძალიან წარმატებულები როგორც სპორტში, ასევე ტურიზმში. ნიჩბოსნობას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. ამ სახეობაში ბევრი წარმატებული სპორტსმენი გვყავდა. მის განვითარებას ხელი საქართველოს უნიკალურმა ლანდშაფტმა შეუწყო. მე ვარჯიში დავიწყე ზაგეს სანიჩბოსნო ბაზაზე, ძირითადად იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მეგობრები კლასელები დადიოდნენ და როგორც აი ბავშვები შევივიათ ერთმანეთის საყოლა და წავედი მეც ამ სპორტში დავიწყე, ვარჯიში ვიყავი 13 წლის. გუნდში ვიყავი. შემდეგ დიდების ნაკრებშიც მოხვდი და გამოდიოდი საერთაშორისო შეჯიბრებზე, ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც გუნდურ ნავში 4 ადგილიანში მოვიგეთ ჩვენ მაშინ იტალიაში. ამის მერე უკვე რამოდენიმე წლის განმავლობაში ვიყავი ძირითად გუნდში საბჭოთა კავშირის ნაკრებში. დღეს კაიაკი ძალიან პოპულარულია. ესტაფეტის მონაწილე სპორტსმენებს 7 კილომეტრიანი ყველაზე რთული გზის გავლა მოუწევთ მდინარე თერგზე. ნავის ფინიშამდე მიყვანის შემდეგ კაიაკერი ესტაფეტას გუნდის შემდეგ წევრს, მეკლდეურს გადასცემს, რომელმაც უმძიმეს დატვირთვებს უნდა გაუძლოს. 14 წელიწადია დაკავებული ვარ მთასწავლობით, ალპინიზმით, კლდეზე ცოცვით, ყინულზე ცოცვით და ეს მეორე წელიწადია, რაც სტარტდება ეს შეჯიბრი. აი ძალიან კარგი ღონისძიება არის, ძალიან მადლობელი ვართ Red Bull-ის, რომ ატარებს ასეთ ღონისძიებას. კლდეზე ცოცვა და ალპინიზმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი სპორტია, რომლის განვითარებაშიც განსაკუთრებული წვლილი ალპურ კლუბს მიუძღვის. კლდეზე ცოცვა და ალპინიზმი შეიძლება უძველეს სპორტად ჩაითვალოს საქართველოში. ქართული სპორტული ალპინიზმის ისტორია კი ოფიციალურად 1923 წლიდან იწყება. როცა პროფესორების გიორგი ნიკოლაძისა და ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით მყინვარზე ზედიზედ 2 ექსპედიცია მოეწყო. გიორგი ნიკოლაძის 18 კაციანმა ჯგუფმა მწვერვალს 27 აგვისტოს მიაღწია. გამარჯვებულ მთამსვლელთა შორის 5 ქალი იყო. პირველი კლდოვანი ასვლა 1937 წელს მწვერვალ უშპაზე, გაბრიელ, ბექნუ და ბესარიონ ხერგიანებს, ჭიჭიკო ჩართოლანსა და მაქსიმე გვარლიანს ეკუთვნით. ბესარიონ ხერგიანი ერთ-ერთი გამორჩეული მთამსვლელი იყო, რომელსაც მეტსახელად მთის ვეფხვიში არქვეს. მას შეეძლო საოცრად სწრაფად დაეპყრო ძალიან რთულად დასასვლელი მწვერვალები. ის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო. ქართველი მთამსვლელების წარმატება დღემდე გრძელდება. ისინი კავკასიონის, პამირისა თუ ტიან-შანის მთებში მრავალ მწვერვალზე პირველ ამსვლელები და ბევრი ახალი ურთულესი მარშრუტის გამკვალავები არიან. კლდეზე ცოცვას დღეს სულ პატარა ასაკში იწყებენ და უკვე არაერთი ახალგაზრდა და ნიჭიერი მეკლდეური ყავს. ესტაფეტის მონაწილე მეკლდეურებმა 28 მეტრამდე სიმაღლის კლდე რაც შეიძლება მცირე დროში უნდა დაიპყრონ. ესტაფეტა გუნდის მესამე წევრს, საკმაოდ რთულ კატეგორიაში მოასპარეზე სამთო ველომრბოლელს გადაეცემა. ველოსპორტი ადრეც ისეთივე პოპულარული იყო როგორც ახლა. რაც შეეხება კონკრეტულად ბაიკს, საკმაოდ რთული იყო. გამოდიოდი შარშანაზე და პირველად ჩატარდა და წელს მეორე ტარდება. შარშანზე შედარებით გართულებული იყო. ერთი მხრივ შარშან უკეთესი ამინდი იყო, საფარი არ იყო სველი, მშალი იყო, უკეთესად დადიოდი და პლუს კიდე დაამატეს ოდნავ რთული მონაკვეთი, ზემოთ სადაც ყველაზე დაღლილი ხარ, აღმართის ბოლოს დაამატეს კიდე აღმართი. საქართველოს სპორტის ამ სახეობაშიც გაითქვა სახელი. ომარ ფხაკაძე მსოფლიოში ცნობილი ქართველი ველომრბოლელი და რეკორდსმენი იყო. ცხოვრობდა ქუთაისში, იქ დაიბადა და იქ ველოსპედი როგორც თვითონ როგორც
საშუალება სატრანსპორტო იქ ძალიან უყვარდა ბავშვობაში, ანუ მეზობლის თვითონ არ ყავდა და მეზობლის ველოსიპედი დადიოდა როგორც გადმოცემით ვიცი და ერთ ესეთ დროს როდესაც გადავდა, გაიგო სადაც არის სექცია ველოსპორტის მივიდა და დაიწყო ვარჯიში. როდესაც ჩაატარეს საქართველოს ჩემპიონატი, იქ მაშინ საგზადკეცილო შეჯიბრება მოიგო და იყო ჩამოსული მწვრთნელი თბილისიდან, რომელმაც რო დაინახა მოეწონა და თქვა რომ ეს უნდა თბილისში წავიყვანო, წელიწადი იყო გასული წელიწად ნახევარი, როდესაც სპარტაკიადა მოიგო უკვე. მერე სპარტაკიადის მერე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო და 2 წლის მერე უკვე მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, რაც მაშინდელი დროისთვის იყო წარმოუდგენელი, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან საერთოდ არ ყოფილა მსოფლიო ჩემპიონი მაგ სახეობაში არავინ. ისევე როგორც სპორტის ნებისმიერ სახეობას, ველორბოლასაც სჭირდება განსაკუთრებული უნარები იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიო. დღეს სპორტსმენებმა მთის ჩახლართულ გზებზე წინასწარ დაგეგმილი 10 კილომეტრიანი მარშრუტი უნდა გაიარონ. ფინიშის ხაზთან მივიდნენ და ესტაფეტა შეჯიბრის ბოლო მონაწილეს, მორბენალს გადასცენ. მე ვარ მარათონელი, დავრბივარ დიდ მანძილებს. ჩემი ჰობია მარათონი 42 კილომეტრი. ექსტრემალურ სპორტში დღეს პირველად მივიღე აქ მონაწილეობა. მომეწონა შესანიშნავი გარემო. ალბათ მომავალშიც გავაგრძელებ. ქართველ წარმატებულ სპორტსმენებს შორის ქალებიც იყვნენ. მძლეოსნობაში უამრავი ტიტულის მქონე მაია აზარაშვილს სპორტის დედოფალი უწოდეს. მძლეოსნობა ძალიან მრავალფეროვანი, განსხვავებული სახეობებია, როგორც არის მაგალითად სპრინტი, გზელი მანძილები, სიმაღლეზე ხტომა და სიგრძეზე ხტომა, ხორცნები და ასე შემდეგ. მე კონკრეტულად ვიყავი სპრინტერი, ანუ ძალიან სწრაფი მორბენალი. უნარები მქონდა ბავშვობიდან განვითარებული, რამე თუ ეზოში ძალიან სწრაფი მოძრავი ბავშვი ვიყავი. მე ბევრი შეჯიბრის პრიზიორი ვარ, მათ შორის გამარჯვებულის, მაგრამ ჩემი უმაღლესი ჯილდო არის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი ამ ათრბენში. ეს იყო 1988 წელს სეულის ოლიმპიადაზე. ფესტივალი Red Bull გერგეთი იმის მაგალითია, რომ ექსტრემალური სპორტი საქართველოში ძალიან აქტუალურია და ის 2015 წლამდე გვემშვიდობება. გამარჯვებული გუნდი 4-ვე ეტაპის შედეგის შეჯამებით ვლინდება. წლევანდელი ფესტივალის გამარჯვებული გუნდი Orient Logic-ია.